უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ნათობად ქვეყანასა ზედა მამანი ჩვენი დააფუძნენ და მათ მიერ ჭეშმარიტი სასარწმუნოებისა მიმართ ჩვენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა. დღეს, ახალი სტილით 3 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს თადეოს სტეფანწმინდელს, წმინდა სარმეანეს, ქართლის კათოლიკოსს, წმინდა მოციქულ თადეოს 70-თაგანს, წმინდა მოწამე ბასას და მის შვილებს, თეოგენეს, აღაპისა და პისტის. წმინდა სარმეანი ქართლის კათოლიკოსად 767 წელს აირჩიეს. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა არაბთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არაბები ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ და ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, ღვთის შიშით, სარწმუნოებითა და სიმდაბლით შემკულმა წმინდა მღვდელმთავარმა თავისი მოღვაწეობის 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში მაინც მოახერხა საქართველოში ჭეშმარიტი რწმენისა და საეკლესიო სწავლების სიწმინდის დაცვა. წმინდა კათოლიკოსი სარმეანი სიბრძნით და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს. მისი ლოცვა კურთხევით შენდებოდა არაერთი ეკლესია მონასტერი და იქმნებოდა უძვირფასესი სასულიერო ლიტერატურა. წმინდა სარმეანის მღვდელმთავრობის პერიოდში თვით თბილისშიც კი, რომელიც იმხანად არაბთა ამირას საბრძანებელ ქალაქს წარმოადგენდა, მრავალი მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია იყო. ყოველგვარი სათნოებებითა და კეთილმსახურებით შემკულ ერის სულიერ წინამძღვარს ერთხელ მწვალებელთა მხრიდან უდიდესი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთ-ერთი ყველიერის ხუთშაბათს, როცა წმინდა სარმეანი შიომღვიმის მონასტერში წირვას აღასრულებდა, მასთან უცნობები მივიდნენ, ძღვენი მიართვეს და ზიარების სურვილი გამოთქვეს. მღვდელმთავარმა ჩათვალა, რომ ისინი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილები იყვნენ და უფლის სისხლსა და ხორცს გამოუძიებლად აზიარა. მოგვიანებით კი გამოირკვა, რომ უცნობები იაკობითთა ერესის მიმდევრები ყოფილან. მომხდარმა კათოლიკოსი უდიდეს მწუხარებაში ჩააგდო. ამის გარდა მას ძილში ჩვენებითაც ეუწყა, რომ თავისი წინდაუხედავობით უნებურად შეურაცხყოს ამ მღვდელმთავრო ხარისხი. გამოგვიძებულმა წმინდა სარმეანმა სასწრაფოდ შეკრიბა ეპისკოპოსები, მომხდარი აუწყა და შენდობა ითხოვა. შემდეგ კი იაკობითთა მიერ მორთმეული ძღვენი საჯაროდ დაწვა. შიომღვიმის მონასტერში განმარტოვდა და ცხარი ცრემლით სტიროდა თავის შეცდომას. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მალე შეისმინა მღვდელმთავრის წრფელი და მხურვალე სინანული. წმინდა მამა შიომღვიმელი ერთდროულად 5 სხვადასხვა ეპისკოპოსს გამოეცხადა და აუწყა. მიუტევა ღმერთმან სარმეანეს კათოლიკოსსა ბრალნი მისნი და შეუორგულებელად მიიყვანეთ მწყემსი თქვენი. გახარებულმა მამებმა ჩვენების შესახებ კათოლიკოსს მოახსენეს და უდიდესი კეთილკრძალულებითა და სიყვარულით სთხოვეს დაბრუნებოდა მღვდელმსახურებას. შვილნი შენი და სიწმინდისა შენისა მრწმენი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა არღარა დააშრობდე მოხუცებულსა გვამსა შენსა, რამე თუ მოწყალე ჰყვეს უფალი დიდებული სამაგას შიოს მეოხებითა, ათ გვიბრძანენ მეუფეო, სიწმინდებან შენმან, რათა ყოველნი მანდა მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირელ მოქმედსა მამასა, სწერდნენ ისინი წერილში წმინდა სარმეანს. უდიდესი სიმდაბლითა და სულიერი სიხარულით შეიტკბო ცოდვათა მიტევება წმინდა კათოლიკოსმა და ამ ამბის შემდეგ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ღვთივსათნო ცხოვრებით ღირსებით მადლობდა და ადიდებდა კაცთმოყვარე ღმერთს. ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი ყოფ მარადის ჩვენზე და კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაი ჩვენ.